ეს ქალთა ციხის პატიმარი მედავითნია. ჩაკეტილ სივრცეში სასჯელის მოხდასთან ერთად პასუხისმგებლობა სხვა პატიმრების სულიერ სიმშვიდეზეც აიღო. ციხეში მოწყობილ სალოცავში ის ყველაზე მეტ დროს ატარებს, კითხულობს ლოცვებს და ლოცულობს ყველასთვის. უკვე მეორე წელია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აქ გისოსებს მიღმა ხვდება. საკანში დაგვპატიჟა, გვაჩვენა როგორ შეუძლია ადამიანს დღესასწაული ყველა სივრცეში გაილამაზოს. კვერცხი და ენდრო სხვა პატიმრების მსგავსად ციხის მაღაზიაში იყიდა. აპირებს რომ წითელი კვერცხი გაუნაწილოს მათ, ვინც შეღება ვერ შეძლო. მედავითნე პატიმრის სურვილი და მიზანია რომ ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაული აქ გისოსებს მიღმა ყველამ ერთად იზეიმოს, სივრცეში, სადაც უფალს ადამიანები ყველაზე ახლოს გრძნობენ. ციხის კარი როცა დამეხურა ესე, გამიხსნა უფლისკენ მიმავალი კარი, ხო, აღდგომა ჩვენთვის მით უმეტეს აქ საპატიმროში გასმაგებულია. რომ აქ უფალთან უფრო ახლოს მიდიხარ. ჩვენთან არის თუ არის უფალი. პატიმარი ქალი ერთ დროს ბიზნესმენი გრძელ და რთულ გზას იმედით მიჰყვება. ამბობს რომ მეგზურად უფალი აირჩია, დანიშნულების ადგილად კი თავისუფლება. თავარი რაც 2 წლის წინ დაკარგა. ეს ავტოპორტრეტიც მის პირად ისტორიას გვიყვება. როცა გარეთ ხარ, ამ სიტყვის ცნება საერთოდ არც აქცევ მნიშვნელობას. თურმე რა არის თავისუფლება? და დამჭირდა ამისთვის თუ აქ შემოსვლა ალბათ რომ თავისუფლება გაიგო, დაფიქრდე, ჩაფიქრდე, შეჩერდე და მიხვდე, თუნდაც მიხვდე იმას, რომ რისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე. ბევრი რამ არის თავისუფლება. ჩემთვის თავისუფლება ჩემ აფშებს რო ჩავიხუტებ.